მშვიდობის დღეები სანამ სოფლის საქმეებს მიხედავ ნამცხვარი უნდა დავაკეთოთ ვიფასე აღარა გვაქვს ოჯახში სამავსო ვიფასებო მოიცა იგი აქეთ ჩავაბრძანოთ ეს აქეთ ჩავაბრძანოთ აი ასე და ნამცხვარი იქნება ჩემო კარგებო ხოხლის ნამცხვარი არა კექსი ნამცხვარი უღონდ კექსი და სამავსო და როგორ ვასწრებ ახლა რომ ეწერთ ხოლმე ამას გავაკეთებ შევდგავ გამოსაცხობად მე გავბივარ რომ სოფლის საქმეებს მივხედო 1-40 წუთს დავინიშნავ რომ სანამ ეს გამოცხება მე გამოვბივარ და ეს სირბილი ხდება ჩემო კარგებო 300 მეტრაში უნდა ვირბინო ვარჯიშზე წასვლა დამეზარათ ამ დღეს ძალიან თოს და ამიტომ უნდა ავინაზღაურო აბა გავაგრძელოთ ახლა დავჭრათ ფორთოხალი ფორთოხლის ნამცხვარში აუცილებლად დაგჭირდება 1 ცალი ფორთოხალი აი დაახლოებით ასეთი ოღონდ დაჭრილი კანიან ქერქიან ყველაფრიანად მაგასაც ეტაპობრივ გადავიღებ და აუცილებლად ძვირფასებო 9 ლიტრა გაზიანი მინერალური წყალი აი ასე დავჭრათ ფორთოხალი გავეცხოთ რა თქმა უნდა და დავჭრათ რაც შეიძლება წვრილ ნაჭრებად ახლა მას იმიტომ განახეთ რომ ქერქიც რო გამოვიყენოთ მეგობრებო ესეც სამარხოა ესეც ციტრუს ახალი წლის შუნის ცემს რატო ახალი წელი არა ახლა შეიძლება უცბად არც მაწვანე გქონდეს ახლა მაგალითად წველას საერთოდ არ არის ჩემსკენ არ არის და რა ვიცი ხრიგი სოფელში თუ არ ვიცი ამას ახლა ჩავყრი ძვირფასები და დანარჩენს კიდე გაჩვენებთ აი დავიწყოთ ახლა ამას მე აი ასე კარგად დავშლი 200 გრამ შაქართან ერთად აი ასე და გავაგრძელებ ხმაურმა მივიყვანეთ ასეთ მდგომარეობამდე ჩვენი მასა ეს სხვილებად არ მას თუ გინდათ ბლენდერში დააბლენდერეთ მაგრამ რო ცხება ჭრის დროს მაინც იჭრება აი ეს ფორთოხლები ძვირფასებო ისე რომ ერთ ნაწილში მაინც არ მოხვდება ნერწმუნეთ და გაჩვენებთ მაგ პროცესსაც ეხლა დავასხავთ ჩვენ მინერალურ წყალს დაახლოებით 9 ლიტრს აი ასე დავასხავ 50 მოიცა ამით ვერ აი ჭიქით ზეც აი ეს შეიძლება გამაფხვიერებელი და სოდა როცა მინერალურს ვასხავთ არც დაგჭირდეს მაგრამ მაინც არ ვენდობი ჩემო კარგებო დავამატებ ვანილს მიყვარს ვანილის სუნი რო ტრიალებს სახში და მარილს 9 ჩაის კოვოს ამასაც კარგად გადაურევ და ეხლა როგორ დავამატებ რა ზომაზე მივიყვან ქვილის დამატების დროა და ეხლა დავაყრი აქ მაქვს გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვი და 1 ჩაის კოვის სოდა მაინც ვამატებ მეგობრებო რა ვიცი თორე რა შეგვიძლია არ დავამატოთ როცა მინერალურს ვასხავთ უბრალოდ მაინც არ ენდობი ადამიანი რო არ გავღვივდეს და რო არ გამოცხეს აი ეხლა კარგად აურევ სულ ბოლოს დაამატეთ ფქვილთან ერთად გამოფხვირებელ
დაახლოებით 4-200 გრამიანი ჭიქა, ხო? ეგრე. მაგრამ აი თვალის ზომით, აი არ გინდათ ის შემოლამაზებო. არ წვა. თვალის ზომით, აი ასე გამოიყურება ფორთოხლებზეც გითხარით. მე მიყვარს ესე რომ გამოიყურება და რომ ჭრი. მე ესე მომწონს და თქვენ თუ გინდათ დააბლენდერეთ. მაგრამ რა ვიცი, ესე უფრო ლამაზი შესახედი. ხო, აი ასე, ხა ცოტა ხანი დავაყოვნებ და შემდეგ გადავიტან ჭურჭელში. აი ასეთი მდგომარეობით მიიღეთ ცომი, რო შეხედავთ. ჩემო საყვარელო გოგოებო და შემდეგ გადავიტანოთ ჭურჭელში. აი ასე. და 1-5-10 წუთი ამ ჩვენს ფორმებში დავაყოვნოთ. აი ეს დავაკეთოთ, მეგობრებო, ძლის ვიშოვე ეს ფორმები შარშან მეყიდეთ, ეს თუ შემოვიდა არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთ მივარდნილ მაღაზიაში ჰქონდათ ძვირფასებო, თან ეს ერთი წყვილი. ხო, აი ასე. და ეხლა მეორეც. აი ასე და შევდგავ ეხლა გამოსაცხობად, ქვედა ზედა წვით, ჩემო ძვირფასებო და მე ამასობაში წავალ და ჩემ პატარა ფერმას მივხედავ. მე ხო რაღაცა უნდა გავაკეთო, ხო, ისე ვერ ავჩერდებით. მწვენია. ჩემი შვილების მწვენია, მეგობრებო, რომ ისე დავჭდება ვაკეთო. მე ჩემ თავს ვთვლი არაფრის მაქნისად და მე ვიდება. თორე არც მაგას არავინ არ მავალდებულებს რომ გავაკეთო. აი ასე ჩემო ძვირფასებო, ჩემო კარგებო, იმედია დროში ჩავეტიე, მინდოდა რომ ყველაფერი გადამეღო. აი ასე. ერთ ლამაზ დღეს ჩემ პატარა ფერმასაც გაჩვენებთ, სანამ ღორს დაკლავენ, მეგობრებო. ხელა ღორი გაუზარდიავა. შემიფასებთ მერე ჩემი ნაშრომი იქ ზემოთ რა, რასაც ვარ. აი ხლა შევაწყობ გამოსაცხობად ჩემო ძვირფასებო და 40 წუთი მაინც დასჭირდება. მოვასწარი მეგობრებო, ჩამოვასწარი უბრალოდ. აი. ეხლა ეს არის ძალიან ცხელი და მაინც გადმოვაგდებ. ვიდეო იყო თუ გააკეთებთ კმაყოფილებით იქნებით ჩემო ძვირფასებო. აუ მე რა სუნი დგას მეგობრებო. აი ასე. აი ესე ვასწრებ. დავდგავ, გავვივარ, მოვივარ და აი ეს. აბა გავჭრათ ეხლა. გავჭრათ ცხელი ჩემო ლამაზებო. ნახეთ, აი იმიტომ გითხარით ფორთოხლებიც გაიჭრება დაჭრის დროს აი და თქვენ ხო იცით ეს ცივი რო უფრო გემრიელია და გემრიელია. და დაჭრითაც ცივი უფრო კარგად დაიჭრება. ისე რომ აი როგორ გამოიყურება. გააკეთეთ და გემრიელად მივთით, აბა ბედნიერი დღე მიყვარხართ.